მოგესალმებით მეგობრებო. აი დადგა მორიგი საჯარო გაშლის ჩაწერის დრო. მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით ჩემს გამომწერებს. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩემთან ერთად. დღეს გადავწყვიტე სპონტანურად, პრინციპში სპონტანურობაც მიყვარს. სპონტანური გაშლის თემა არის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ტაროს რჩევა. როგორც ჩანს ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რაღაც შეკითხვები სხვადასხვა თქვენთვის საჭირო მოვლენებთან დაკავშირებით, ან ვიღაცა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს და არ იცის რამდენად სწორია და ასე შემდეგ. ზუსტად აი ამას გავარკვევ მე დღეს ორი ვარიანტის დახმარებით. მოკლედ პირველი ვარიანტი ვნახოთ. ეს იყოს პირველი ვარიანტი. ეს სანთელი იყოს მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ და ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ეს. მოდი გავარკვიოთ, ჯერ როგორ მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკა. არ ვიცი ჩანს თუ არა, აი ესე ჯობია. პირველი ვარიანტი, როგორც ჩანს, არის საკმაოდ საინტერესო ენერგიებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობთ, ჩემო გოგოებო. შესაძლებელი არის ეს უკავშირდებოდეს თქვენს პირად ცხოვრებას და შემდეგ უკვე სხვა საკითხებს, ანუ აი ამ პირადი ცხოვრების გადაწყვეტით თქვენ წინ შეიძლება გადაიშალოს ახალი შესაძლებლობები, ახალი გზები. როგორც ჩანს რაღაცაზე, ან ვიღაცაზე აპირებთ უარის თქმას. თქვენი ენერგეტიკა ამ ეტაპზე ითხოვს დახმარებას. როგორც ჩანს, შინაგანად შესაძლებელი არის საკმაოდ არეული იყოთ. ახლა უშუალოდ უკვე გავარკვევ ჩაფიქრებულ საკითხთან დაკავშირებით რჩევას. რას გვირჩევს? პატარა გაშლა გამოდის, ანუ წინასწარ გეტყვით, რომ დიდი გაშლის ჩაწერას არ ვფიქრობ. უბრალოდ ნახოთ რჩევა ამ ეტაპზე რა ხდება. როგორ უნდა მოიქცეთ, რას ფიქრობ, სამყარო თქვენთვის სწორი რა იქნება. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ძალიან უშიშარი, გაბედული, ძლიერი ადამიანები მიყურებთ პირველ ვარიანტო. ადამიანები, რომლებსაც არ გაშინებთ დაბრკოლებები, ადამიანები, რომლებიც იზრდებით, ძალიან კარგად ვითარდებით ყველა განვლილმა სევდიანმა მტკივნეულმა გზამ. კი არ დაგჩაგრათ, კი არ დაგიკარგათ საკუთარი თავის რწმენა, პირიქით, უფრო მეტად მოძლიერებული ხართ, უფრო ბევრი რაღაც ისწავლეთ, ისიც იცით სტრესულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ, მაქსიმალურად პირველი ვარიანტი ცდილობს თავის ხელში აყვანას რთულ მომენტებში და ეხლაც აი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტარო მეუბნება, რომ მიუხედავად იმის, რომ ფიქრობთ, შეიძლება საკმაოდ რთული იყოს აი ამ გადაწყვეტილების მიღება, თითქოს წინასწარ ყველაფრისთვის ხართ მზად. ტარო ძალიან აი ემოციური ინტელექტით თქოს საოცარი გაქვთ და შინაგანად ხართ ძალიან გაზრდილი, პროგრესირებადი ადამიანი ხართ, ანუ წინ და წინ მიიწევთ აი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დავამატებ არკანებს, როგორ უნდა მოიქცეთ. აქ შესაძლებელი არის როგორ მოიქცეს კითხვა, აქ შესაძლებელი არის სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით არის
გადაწყვეტილება მისაღები შესაძლებელია ვიღაც აპირებდეს თქვენი გულით საყვარელი ადამიანი წასვლას. შეიძლება ზოგან უკვე წასულია და შეიძლება თქვენც ფიქრობდეთ ჩასვლას. ხო აი უფრო მეტად პირველ ვარიანტს თუ აქვს რაღაც შეკითხვები სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, სადმე გადასვლასთან დაკავშირებით, ვიღაცის წასვლასთან დაკავშირებით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ამას აუცილებლად გაუძლებთ. და ამით ის ადამიანი, ვინც თქვენგან მოშორებით არის, ან ვინც აპირებს რომ იყოს თქვენგან მოშორებით გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, თქვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი. იმ ადამიანს გაუასმაგდება თქვენ მიმართ გრძნობები, პირველ რიგში მინდა ვთქვა. ასევე ეს ფინანსურად იქნება მომგებიანი თქვენთვის საკმაოდ ძალიან ანუ ეხლა როგორ რთულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ მეგობრებო ხო სიტუაცია და თითქოს რაღაცნაირად მომავალი ბრუსტ იყოს მოცული და არ იცოდეთ რამდენად სწორია ეს თქვენი გადაწყვეტილება ვიღაცა ჩაფიქრებულ ადამიანთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ რომ გამოწვევა უნდა მიიღოთ აუცილებლად. თუ პირველმა ვარიანტმა ჩაიფიქრა სხვა ნებისმიერი სიტუაცია ადამიანთან მდგომარეობასთან სამსახურთან რაც არ უნდა იყოს, რაღაცა უნდა დათმოთ, რაღაცა ან ვიღაცა უნდა გაუშვათ, უნდა იცოდეთ და ეს ყველაფერი თქვენთვის სამომავლოდ იქნება ძალიან კარგი. ყველანაირი თვალსაზრისით, როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად. აი ესეთი ამბავი არის. ნახეთ, აქ თქვენ ისედაც შინაგანად მტკვრული ქალები მიყურებთ და ყველა ისედაც იცით შინაგანად, რომ სამყაროს ძალიან უყვარხართ. ყველაფრის ამტანი ხართ. მაინც ის არის, რაც არ უნდა პატარა შფოთები გქონდეთ, ტარო გეუბნებათ, რომ თქვენს სულს მოусმინეთ, თქვენ შინაგანს სამყაროს მოусმინეთ და თქვენზე მეტად ვერავინ დაგამშვიდეთ ასეთ სიტუაციაში. ნებისმიერ შემთხვევაში, აი სიჩქარეს თუ ეხება, ჩემო მეგობრებო, იცოდეთ, რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით სიჩქარე არ არის კარგი. აი ეს რჩევა თქვენ რაღაცა, რასაც აპირებთ, ხო? უნდა გააკეთოთ უფრო მეტად დაფიქრებით. აი ეს რჩევა შემიძლია მოგწეთ. დანარჩენ შემთხვევაში თქვენი მიღებული გადაწყვეტილება იქნება ძალიან სწორი, საჭირო, დროული სამყაროს მიხედვით. მადლობას გიხდით პირველ ვარიანტს და მიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. და ახლა უკვე მივესალმები მეორე ვარიანტს, ვინც ესაერჩია. მოდი ვნახოთ ახლა თქვენ როგორ მდგომარეობაში ხართ. ნოსტალგიური ადამიანები მიყურებთ. ამ ეტაპზე რაღაცა ყველაფერი სხვანაირად ემოციურად გაქვთ აღქმული. უფრო მეტად ეს მეორე ვარიანტი, ამ ეტაპზე ძალიან სენტიმენტალურია. ყველაფერთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ადამიანებთან, რაღაც გარკვეულ მოგონებებს აღიქოთ უფრო მეტად ემოციურად ვიდრე რეალურად არის. და აქ შესაძლებელი არის თუ პირადს ეხება შორს ყავდეთ, შეიძლება საერთოდ აღარ გქონდეთ კონტაქტი თქვენ საყვარელ ადამიანებთან და თითქოს ძალიან შეცვლილი არის დრო და რაღაცა ხშირად გინდებათ წარსულში დაბრუნება მეორე ვარიანტს. ნახოთ კიდევ ერთი კარტით. საოცარი ადამიანები მიყურებთ მეორე ვარიანტი. ძალიან შვიდი, გაწონასწორებული, ესეთი მზრუნველი, ემპათიური. გული თქვენთვის არა, გულით იღებთ გადაწყვეტილებას. ემოციური პიროვნებები ხართ. მოდი ახლა პირდაპირ ვიკითხავ ამ ეტაპზე
რაც გჭირდებათ რომ მოისმინოთ სამყაროსგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ნახოთ რჩევა. მეორე ვარიანტი, იტყვებს საკუთარ თავს. შეეცადე მისცე ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობები არის. აქ უფრო მეტად პირადს ეხება, როგორც ჩანს და შეიძლება წარსულში ძალიან გაგიცრუათ იმედი ვიღაცამ და თითქოს რწმენაც დაგიკარგათ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ვინც ეხლა ვიღაცასთან ხომ არის ახლა გამოჩენილი ახალი პარტნიორი, ხო? აი განსაკუთრებით მასზე იმოქმედებს ახალი პარტნიორები, ვინც ცდილობს, რომ თქვენ ცხოვრებაში დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი, უნდა მისცეთ აუცილებლად მათ შანსი. ხართ ზედმეტად მკაცრი. როგორც ჩანს, სამყარომ სწორი ადამიანი გამოგიგზავნათ ამ ეტაპზე, თქვენ ძალიან გიჭირთ თამაში დარწმუნება, როგორც ჩანს, ძალიან მერყეობთ. შეიძლება 1000 გვარ გამოსწებსაც უმზადებდეთ იმ ადამიანს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეხა ამ ეტაპზე სამყარო გეუბნებათ, რომ ეს ადამიანი იქნება თქვენი საყრდენი სამომავლოდ და ძალიან კარგი თანასწორი, საინტერესო, ემოციური ღრმა კავშირი შეიძლება შედგეს ამ ადამიანთან და აუცილებლად მიიღეთ ის ადამიანი. პირდაპირ აქ არის მხოლოდ პირადი მეორე ვარიანტი. თუ თქვენი ჩაფიქრებული სულ სხვა რაღაცაზეა, ხო? ესე იგი, ან ვარიანტი გაქვთ შეცდომით არჩეული, ან უბრალოდ დღევანდელი გაშლა თქვენთვის არ არის, ეგეც იცოდეთ. გეშინიათ წინასწარ, ადრამატულებთ სიტუაციას, გასაგებია ძალიან დაზიანებულ ხართ, მაგრამ ეს ადამიანი ფჩართვალეთ, რომ თავიდან აგაწყოთ, დაშლის კი პოვით და აგაწყობს. აი ესეთი გაშლა იყო. მადლობას გიხდით, დროებით.